მოგესალმებით, მინდა ერთგვარი შემაჯამებელი კომენტარი გავაკეთო ჩემი გუნდის ხელისუფლების სახელით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ბოლო პერიოდის მოვლენებზე. უპირველეს ყოვლისა მადლობას ვუხდი საზოგადოებას თქვენისთვის, ნდობისთვის და რაც მთავარია თანამშრომლობისთვის. აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება განპირობებულია კანონის სრული დაცვით. ნებისმიერი ჩვენი ქმედება მოტივირებულია საზოგადოების ინტერესით და მოთხოვნილებებით. საქართველოს მთავრობის თითოეულ წევრს ხელისუფლებაში მყოფ ყველა პიროვნებას, ჩემს მეგობრებს, კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ნდობის მანდატის ფასი, რაც ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა. 2013 წლის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩემი ღრმა რწმენით, დარწმუნებული ვარ, ბევრი თამეთახმება არის სამოქალაქო სექტორის გამოღვიძება. საზოგადოებაში ჩასახული რწმენა, რომ მონაწილეობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ხელისუფლება უსმენს მას. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ძალისხმევას არ დავიშურებთ ეს განწყობა, ეს სილაღე თავისუფლების განცდის აღმავალი ვექტორი შევინარჩუნოთ ქვეყანაში. ვინაიდან ძლიერი, ობიექტური მთავრობის მიმართ პოზიტიურად განწყობილი მოქალაქე არის ჩვენი საყრდენი. რომ განვითარდეთ იმ მიმართულებით და ისე როგორც ოცნებობდით ათეული წლები და რისი რეალიზების საშუალება მოვიპოვეთ რეჟიმთან ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთი გუნდი, ხელისუფლება და ხალხი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი საერთო მიზანი, ახალი, ძლიერი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა. წლის დასასრულს ყველას, მთელი საქართველოს მოსახლეობას გილოცავთ დამდეგ 2014 წელს. ჩვენ სამშობლოს უსურვებ მშვიდობას, წინსვლას და განვითარებას. ღმერთმა ინებოს მთელი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. მრავალს დაესწარეთ.